გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებ თემაზე, რომელიც ბევრს ეხება. იქნება ეს სპორტსმენი, აქტიური ცხოვრების მიმდევარი თუ ის, ვინც ტრამვის ან ოპერაციის შემდეგ ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია. ამ გზაზე ერთ-ერთი მთავარი დამხმარე არის ორთოპედიული საშუალებები, სხვადასხვა ორთეზი, ფიქსატორი, დამხმარე ხელსაწყო, რომლებიც სწორად შერჩევის შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ტკივილს, აჩქარებს შეხორცებას და თავიდან გვაცილებს გართულებებს. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ ავერსი ფარმას წარმომადგენელი თამარ მამულია და ორთოპედ ტრავმატოლოგი მიხეილ ლოლაძე, რომელიც გაგვიზიარებენ გამოცდილებას თუ როგორ მართოთ სპორტული ტრავმები, როგორ დავიცვათ თავი ხანგრძლივი ტკივილისგან და ასევე როგორ მოვახერხოთ ოპერაციის შემდეგ სწორი რეაბილიტაცია. მოგესალმებით, ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემაა, რაზეც ვსაუბრობთ და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს თემა ერთნაირად ეხება ადამიანს, ვისაც ჩივილები აქვს და რამე აწუხებს და ადამიანს, ვინც უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიდევს სპორტს და ამ მიმართულებით რაღაცების პრევენცია ჭირდება. რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი ორთეზი და კარგი დამხმარე საშუალებები სხვადასხვა მდგომარეობის დროს? აი, ამით რომ დავიწყოთ. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით ჩემს კოლეგებს, ჩემი ოჯახის ექიმსაც, ჩემი შვილები გავაწყვეტია. მადლობა ამისათვის და სასიამოვნოა თქვენთან შემიძლია გავაზიარო ის ინფორმაცია ჩვენი პროფესიული წინსვლების შესახებ და იმ საჭირო ინვენტარის შესახებ, რომლის გარშეც ტრავმატოლოგების ყოველდღიურობა შეუძლებელი არის. რაც შეეხება ორთეზებს, რომელიც ტრავმების დროს გამოიყენება, ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფენ პაციენტთა მკურნალობაში და მათი სწორი, დროული და ადეკვატური გამოყენება ძალიან აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს, მით უმეტეს 21 საუკუნეში ცხოვრება ესე აჩქარებულია და არავის აქვს დრო და საშუალებები იმისთვის, რომ ხანგრძლივად უმოქმედოთ იყოს და სწორედ ამისთვის სწრაფი რეაბილიტაციისათვის ჩვენი მხარდამჭერი ორთეზები გვაძლევენ საშუალებებს ადამიანები ნორმალური ცხოვრების რიტმში სწრაფად დაბრუნდნენ. ძალიან საინტერესო თემა არის, რა თქმა უნდა და პირველ რიგში მე მინდა კითხოთ, რომ როგორ ხდება შერჩევა, აი როგორ არჩევთ პაციენტებთან ტრავმის შემთხვევაში, რომელი ვთქვათ პროდუქტი და რომელი ორთეზი გამოიყენოს და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს თვითონ ხარისხი პროდუქტის. დავიწყებ იქიდან, რომ ხარისხი როგორც ყველაფერში ჯანმრთელობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საბედნიეროდ საქართველოში უკვე რამდენიმე თვე არის მის წელიწადზე მეტი გაჩნდა პრემიის სახით ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ზაფხულის ცხელ დღეებში ძალიან კომფორტულად იგრძნონ ადამიანებმა ამ ორთეზებით მოძრაობისას თავი და მათი მკურნალობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ამ ორთეზების ანატომიური თავისებურებები. ისინი მაქსიმალურად მორგებული არის ადამიანთა აღნაგობაზე და მათი სწორი და დროული გამოყენება, როგორც წეგან ვისაუბრეთ, ძალიან აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს. აი, ბრენდის წარმომადგენელს რო ვკითხოთ, რა განსხვავება კონკრეტულად ამ კონკრეტულ ორთეზებს და დამხმარე საშუალებებს და სხვა ბაზარზე არსებულ საშუალებებს შორის და რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობას სწორედ პრიმს? პრიმი გახლავთ ორთოპედიული საშუალებების ესპანური ბრენდი, რომელსაც გააჩნია 150 წლიანი ისტორია და თავის დარგში, თავის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია და გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის ევროპული სტანდარტით. ადაპტირებულია მომხმარებელთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე, როგორც მასში შემადგენელი მასალები, ხარისხიანი, ასევე უახლესი წარმოების პროცესი, დიზაინი და ხარისხის კონტროლი. თვითონ პროდუქცია არ შეიცავს ლატექსს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ქსოვილი ახდენს, უზრუნველყოფს აერის ცირკულაციას, არ ახდენს კანის ჩახურებას, გაოფლიანებას და შემდეგ აღიზიანებას. ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ლატექსზე არის ალერგია საკმაოდ სერი. ეს ჰაერის აერაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, როდესაც ტრავმის მერე იხსნიან, თქვათ ამ იმას, იმისთვის, რომ თქვათ არ შეუძლიათ და მე მინდა ახლა ისე თქვენ დაგიბრუნოთ, ანუ მიხეილ, რამდენად რა შეცდომებია ძირითადი, რასაც თქვათ ასეთი საშუალებების გამოყენებისას უშვებენ პაციენტები და მათი თავიდან აცილება როგორ შეიძლება? ძალიან ხშირად ხდება შემთხვევები, როდესაც პაციენტები თვითნებურად შეიძენიან ხოლმე ამ ფიქსატორს მოგეხსენებათ ხელმისაწვდომი არის საფთიაქცო ქსელში
მას არ ჭირდება რეცეპტი და სურათს შეხედავს, რაც გამოხატულია, გამოსახულია ორთეზის სარეკლამო ბილბორდზე, ასე ვთქვათ და ხელზე ერგება, კარგი გავიკეთო, ესე არ არის. ყველა ფიქსატორს თავის დანიშნულება აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ფიქსატორები დანიშნულების გარეშე არ ვატაროთ, რადგანაც მათი ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ხდება ამ ფიქსატორების მიერ კუნთების ატროფია, რადგანაც ისინი თავის თავზე იღებენ გარკვეული ჯგუფის იოგოვანი და მყესიოგოვანი სისტემის ფუნქციას და მათი ხანგრძლივი დროის ფუნქციიდან გამოთვლა შემდგომ იწვევს კუნთების ატროფიას, რასაც სახსრის არასტაბილურობა და მტკივნეული სინდრომის თავიდან წარმოშობა ხდება, ასე რომ შეიძლება ესე ვთქვათ, რომ ორთეზის არადანიშნულებისამებრ მიღება რაღაც დათული სამსახურიც არის თავიდან გვიხსნის ამ ტკივილს, მაგრამ საბოლოო ჯამში შესაძლოა მის ატროფიამდე, კუნთოვანი სისტემის ატროფიამდე მიგვიყვანოს. ასე რომ ორთეზები გამოიყენეთ თავისი დანიშნულების მიხედვით და მკაცრად ექიმის რეკომენდაციებია. თამარ, საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქცია აქვს, პრიმს წარმოქმნილი. რამდენად მორგებული არის კონკრეტული საჭიროებებისადმი? გეთანხმებით, ნამდვილად რომ გამორჩეულად მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს პრიმს, აქ საკმაოდ მცირე ნაწილი არის წარმოქმნილი და ასორტიმენტში შემავალი პროდუქციის პოზიციების გამოყენება შესაძლებელია როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ტრამვების დროს, პოსტოპერაციული პერიოდის დროს, ქრონიკული ტკივილის და ასევე შესაძლებელია გამოიყენონ აქტიური ცხოვრების მქონე პირებმაც, რადგანაც პრიმს გააჩნია სპეციალურად სპორტული ხაზი, შექმნილი სპორტსმენებისთვის და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის, ასევე საბავშვო სერია, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი მზარდი სხეულის ანატომიის გათვალისწინებით და ძალიან დეფიციტური იყო აქამდე საქართველოში, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო ბავშვებში. კი, ძალიან გვაკლდა და კარგია რომ არის. ხანდაზმულებისთვისაც ისეთი პროდუქტები, რომლებიც ამცირებს მნიშვნელოვნად ტკივილს და უხსნის აი ამ დისკომფორტს და ასევე არის ხო, ეგ რაღაც წელის ფიქსატორებია, ხო, ასაკში ძალიან ხშირად არის წელის პრობლემები, ხო? მუხლის, კოჭის, არა მარტო ყველა კიდურის პრობლემა შეიძლება იყოს და ასევე უნივერსალური მოდელები აქვს რეგულირებადი სისტემით, რაც ნიშნავს, რომ ერთი და იგივე პროდუქტი შეიძლება სხვადასხვა ზომის, ფორმის სხეულს მოვარგოთ და ერთ მნიშვნელოვან დეტალს მინდა ასევე გაუსვა ხაზი, რომელიც ბატონმა მიშამ ისედაც ახსენა, პროდუქცია ნამდვილად ანატომიურად სწორად არის შექმნილი, სწორად იმისთვის, რომ კონკრეტულ პრობლემას სწორად მიუდგეს და გაუმკლავდეს და არა უბრალოდ მოგვცეს დროებითი ეფექტი. რამდენად მოქმედებს მაღალი ტემპერატურა და ზაფხული რეაბილიტაციის პროცესზე, ესეც რომ გითხრათ ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, როგორც ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში სიცხე ადამიანებისთვის დიდი დისკომფორტის შემქმნელი არის, 3-ჯერ და 4-ჯერ მეტად არის ადამიანებისთვის, რომელსაც მიკროცირკულაცია დარღვეული ან შეცვლილი არის ამ პოსტტრაუმულ სიტუაციაში და მნიშვნელოვანი არის კანის აერაცია მოხდეს, რათა ორთეზის მიერ, ასე ვთქვათ, ჩახურებული ჩვენი სხეულის ზედაპირები არ იქცეს დამატებით თავის ტკივილად, შემდგომში თუნდაც ჰიპერთერმიის გამო გამოწვეული დამწრობის, რაც შეგვხვედრია ასეთ დროს ნაწოლების გარკვეული ჯგუფის ორთეზებს ახასიათებს ესეც და მინიმუმ პოსტტრაუმულ სიტუაციაში შეშუპების ხარისხის ზრდასთან ერთად ფიქსატორის მიერ მისი ზედმეტი კომპრესიის დისკომფორტი არ იქნას გამოწვეული. რაც თავისთავად რეაბილიტაციის პროცესზე ანუ პირდაპირ პროპორციულად ამოისახებოდა. სასარგებლო იყო დღევანდელი ჩვენი პრეზენტაცია მაყურებლებისთვის და ეცოდინებათ, რომ არსებობს ასეთი ხარისხიანი პროდუქტი. თუმცა გაითვალისწინოთ ჩვენმა მსმენელებმა, რომ აუცილებლად პირველ რიგში შერჩევისას მიმართონ ექიმს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.